მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი კომენტარებისთვის. ჩემო კარგებო, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც მიკომენტარებს. არხის სტუმრებს თხოვნა მაქვს, ვისაც არ გამოგიწერიათ, გამოიწეროთ არხი. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა. ჩაიფიქრეთ პიროვნება და ვნახოთ თუ დაგირეკავთ და მოგილოცავთ ახალ წელს თუ გამოვა კონტაქტზე. ჩაფიქრებული პიროვნება. მაშინ ასე. პირველი არკანი იქნება როგორც ყოველთვის სიგნიფიკაცია. მაგრამ მოდი ვნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი როგორ ხედავთ თქვენ ამ პიროვნებას, როგორ ხედავთ თქვენეული ხედვა, როგორია ამ პიროვნების, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს ვარიანტი. ვარიანტზე გავაკეთოთ ჩემო კარგებო. მაშინ ასე პირველი არკანები. თქვენეული ხედვა იმ პიროვნების, ვისაც ჩაიფიქრეთ პიროვნება, კონცენტრირდით ჩემო კარგებო, იფიქრეთ, წარმოთქვით მისი სახელი გუნებაში და მაშინ დავიწყოთ. პირველი ვარიანტისთვის, ვინც ჩაიფიქრეთ. როგორია თქვენი შეხედულებით ის პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ და მეორე ვარიანტი, როგორია ის პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ. პირველი ვარიანტი ჩემო კარგებო და მეორე ვარიანტი, როგორია ის პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ. შემდეგ მოდი ვნახოთ ის პიროვნება თქვენ როგორ გხედავთ, ხო? ეს თქვენი ხედვა. ვნახოთ ის პიროვნება როგორ გხედავთ თქვენ. ვინ ხართ მისთვის, როგორი პიროვნება ხართ მისთვის, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, როგორი პიროვნება ხართ მისთვის და როგორია შანსი, რომ დაგეკონტაქტოთ და ან მოგილოცოთ 2025 წელი ახალი წლის ღამეს თუ მოგილოცავთ ჩაფიქრებული პიროვნება პირველ ვარიანტს და თუ მოგილოცავთ და გამოვა კონტაქტზე ჩაფიქრებული პიროვნება მეორე ვარიანტისთვის. მაშინ ასე ვნახოთ თქვენეული ხედვა პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა. იცით არის პენტაკლის პაჟი ჩემო კარგებო. მე ვერ ვიტყვი რომ თქვენ ამ პიროვნებას შესაძლოა ახალგაზრდა უქრის კიდევ ახალგაზრდა ხართ თქვენც შესაძლოა, მაგრამ ყოველასთან რა თქმა უნდა ასე არ იქნება. ყოველ შემთხვევისთვის რასაკიცაც არ უნდა ბრძანდებოდეს პიროვნება თითქოს არ არის ყარად არ დგას ყარად როგორც პენტაკლის მეფე, ხო? ანუ ეს არის კიდევ პაჟი, მოსწავლე პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ აკლია რო განვითარდეს, გაიზარდოს სრულყოფილ ანუ ჩამოყალიბდეს პენტაკლის მეფე რომ გახდეს, ძალიან ბევრი რამ აქვს მას კიდევ სასწავლი შესაძლოა. რესურსი არ კმარა, ჯერ ფინანსური შესაძლოა. წლოვანებით არის პატარა და გამოუცდელი, არც ისეთი გამოცდილი შეიძლება კიდევ გეტყვით 100 წლოვანებას, მიაქცეთ ყურადღებას, ხო? არიან 50 წლის უკვე კაცები, მაგრამ ბავშვური აზროვნებით და პირიქით შეიძლება 20 წლის ბიჭი იყოს, მაგრამ უკვე ერთხელ დაბერებულს რომ იტყვიან, აი ასეთი, ხო? აქ გვაქვს საპირისპირო. ანუ ყოველ შემთხვევაში ეს არის თქვენი ხედვა. შესაძლოა ახალი გაცნობილი ყავთ პირველ ვარიანტს ეს პიროვნება, მაგრამ ახალი გაცნობილი ყავთ და ამ მომენტისთვის შესაძლოა რაღაც სიჩუმეა თქვენ შორის, შესაძლოა არ გაქვთ ისეთი კომუნიკაცია, როგორიც საჭიროა ყოველ შემთხვევისთვის თქვენეული ხედვით პენტაკლის პაჟი არის პიროვნება, რომელიც მზად არის, რომ გვერდში დაგიდგეთ, თუ კი მას თხოვთ დახმარებას და თუ კი მასთან რაღაც მისი თავი რაღაც დაგჭირდებათ, მაგრამ ამ მომენტისთვის მე გვიჩვენებს, რომ თქვენ შესაძლოა ერთმანეთთან ამ მომენტისთვის არ გაქვთ ხშირი ესეთი კომუნიკაცია. ნახოთ, როგორ გიყურებთ თქვენ როგორი ხართ მის თვალში. ნუ რა გითხრათ ჩემო კარგებო, პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, თქვენ მის თვალში შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დეპრესიულ მდგომარეობაში გხედავთ პიროვნება, რომელიც ხშირად იწყენს რაღაც მიუხედავად შეიძლება რაღაც უბრალოდ ისე ხართ გადაღლილი რაღაც საქმეებით, საზრუნავით, რაღაც პრობლემებით, რომ არც ანუ გართობაზე და დასვენებაზე არც კი ფიქრობთ და ამიტომ ძალიან ხართ შესაძლოა გადაღლილი. შესაძლოა პიროვნება, რომელიც მოსაწყენ პიროვნებად გთვლით, ანუ ამას საწყენად მომიიღებთ, მაგრამ პიროვნება, რომელსაც სიხალის სიაგრია ერთი სიტყვით, რომელიც რაღაც ახალ შანსებს ვერც კი ხედავს, იმდენად არის თავის რაღაც ნეგატიურ, დეპრესიულ ფიქრებში ჩაფლული, ასე ვთქვათ. ეს არის მისი ხედვა. შესაძლოა ურთიერთობაში არ გაგიმართლათ ჩემო კარგებო, ურთიერთობაში კი აქ ნამდვილად ურთიერთობაში ქონდათ რაღაც ისეთი წარსულში, რამაც გამოიწვია თქვენი ესეთი დეპრესიული აპათიური მდგომარეობა. შესაძლოა დაშორდით სულ არც ისეთი დიდი ხანია, რაც დაშორდით თქვენ საყვარელ ადამიანს და
ამის გამო ხართ ასეთ დეპრესიულ მდგომარეობაში და ეს პიროვნება, ვისაც ფიქრობთ, შესაძლოა ახალი გაცნობილია. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ეს არის მისი ხედვა, შემოკარგება, ესე გხედავთ თქვენ ამ მომენტისთვის. ნახოთ თუ გამოვა კონტაქტზე. კი, ვარსკვლავის არკანი აქ მე მიჩვენებს იმას, რომ იქნება კომუნიკაცია, ოღონდ ეს იქნება დისტანციური კომუნიკაცია, ეს არ იქნება შეხვედრა პირისპირ. ეს შესაძლოა იყოს ზარი, შესაძლოა იყოს ინტერნეტით კომუნიკაცია, ყოველ შემთხვევაში მე აქ მიჩვენებს კი, რომ რაღაც წენა გაქვთ ერთმანეთთან და რაღაც შესაძლოა მოხდა ისეთი რამაც გული გადკინათ, მაგრამ მე მიჩვენებს აქ იმას, რომ კომუნიკაცია, რომელიც შედგება თქვენ შორის, იქნება დისტანციური. პირველ ვარიანტს შემკარგება. ნახოთ მეორე ვარიანტი. ეს თქვენ როგორ ხედავთ? რა გითხრათ, თქვენს ურთიერთობას, თქვენს ჩაფიქრებულ, შესაძლოა ამ მომენტისთვის, ვინც ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტმა, მოკლედ დავდეთ ასე. რა გვერიოს? მეორე ვარიანტმა, ვინც ჩაიფიქრეთ, შემოძვირფასება, მით აკითხეთ, რომ შესაძლოა ამ მომენტისთვის არც გაქვთ ურთიერთობა. შესაძლოა მანძილზე იმყოფებით და რაღაც ურთიერთობაში არის პაუზა. ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში მე აქ ვერ ვხედავ, ეს შეიძლება იყოს პაუზა, როდესაც იძულებული ხარ მოშორდე იმ გარემოს და იმ მდგომარეობას, იძულებითი მოშორება, ხო კი? აქ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ფიქრობთ ამ პიროვნებაზე, რომ იძულებული იყო, რომ წასულიყო, იძულებული იყო, რომ ეს პიროვნება თქვენგან შორს ყოფილიყო. შესაძლოა რაღაც არჩევანი გაეკეთებინა ასეთი. ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის მე აქ არ მიჩვენებს, რომ ურთიერთობა გაქვთ ერთი სიტყვით. ნახოთ ის როგორ გხედავთ. კი, აქ მე მიჩვენებს, რომ თქვენ ერთმანეთისგან, ვინც ჩაიფიქრეთ, ხართ მანძილით დაშორებულები. მოგონებები აქვს თქვენზე. ნახეთ, მოგონებები აქვს თქვენზე შემოკარგება და იძულებული იყო ნამდვილად ეს პიროვნება, რომ წასულიყო, ან თქვენ წასულიყავით მისგან, მაგრამ ერთი სიტყვით მისი ხედვა ძალიან სურს, რომ რაღაც არ ვიცი, ასე ვთქვათ, აღსარება ის გულის ტკივილი, რაც აქვს გითხრათ და გული გადაგიშალოთ. რაღაც შიშები აქვს იმის, რომ შესაძლოა ერთმანეთს აღარ შეხვდეთ, ასე ვთქვათ. მეორე ვარიანტი ის ჩაიფიქრება. ნახოთ თუ გამოვა, ძალიან უჭირს. მეორე ვარიანტს ვერ გეტყვით იმას, რომ გამოვა კონტაქტზე, ვერ გამოვათ შემოძვირფასებულ, რადგან ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა, ძალიან ბევრი ტვირთი, არ ვიცი ეს რასთან არის დაკავშირებული მისი ეს ტვირთი და მისი ეს ასე ვთქვათ სიმძიმე, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ შემოძვირფასება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისგან, დაევადებით რაიმე ზარს ან შეხვედრას ან რაღაც მსგავს ერთი სიტყვით მისგან კავშირზე გამოსვლას რაც არ უნდა მოიმოქმედოს, როგორც არ უნდა მოიქცეს. შეუძლებელია, რომ კონტაქტზე გამოვიდეს და შესაძლოა ეს იყოს მიზეზი იმის, რომ მას აქ მე მიჩვენებს რაღაც, არ ვიცი, დანგრეულ ურთიერთობას, ნაწილთან შეიძლება ასე იყოს, რომ ყოფილიყავთ ჩაფიქრებული. ნაწილთან შესაძლოა იყოს ის ვარიანტიც, რომ პიროვნებას სხვა პასუხისმგებლობები აქვს აღებული და ვერ შეძლებს ნამდვილად, რომ კიდევ თქვენთან გამოვიდეს კავშირზე ერთი სიტყვით. ასეთი სიტუაცია. მე აღარ გავაგრძელებ შემოკარგებო. ეს იყო სულ. დაგემშვიდობებით, ნახვამდის.